გიყვებით იმას, რაც რეალობაა. არ ვალამაზებთ თემებს და არ ვემსახურებით ყალბ-ფასეულობებს. ჩვენ არ ვიცვლით ფერს, ჩვენ არ გატყუებთ. საღამოშვიდობისა პატრიცებულო ტელემაყურებლებო. ტელეკომპანია TV12 და სამეფო არხი დღეს ტრადიციულად წარმოგიდგენთ წლის საინფორმაციო ანალიტიკურ პროგრამას მედიატორი ჯემალ მეგრელიძესთან ერთად. გადაცემაში თქვენ ნახავთ. ყველაზე აპოლიტიკური საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუ, პოლიტიკურად ყველაზე ცხელი წლის ბოლოს, პოლიტიკით გადაღლილი მაყურებლისთვის. მედიატორი ისტორიული მაჯახლის ხეობაში, იქ, სადაც ბევრი ცეკვა, ბევრი სიმღერა და ბევრი სიყვარულია. რაზე ვერ თანხდება ერთ ჭკუაზე მომართული ცოლ-ქმარი. ვერ მივართვი. მაგი არ ეღირსება. რამდენ ხანს ერთად რო დაინახავს, ვერასწავლის წარმოიდგინე. ლაპარაკის უნარსაც დაკარგავს. და რა კადრების მოხვედრა არ სურს სახალხო მედიატორში გადაცემის მასპინძელ ქალბატონს. საინები არ დაგეთქვა, მაგას ამოჭრის ზურიგა თეფშები. საინი რას იტყვა? გადამრევ პირდაპირ. გარეცხოს რა. თეფშების დასასუფთავებლად მივდივართ, გვაქვს ასეთი ტრადიცია. საინები და გარეცხოს. მარტო უყურ უსულად ლაპარაკობს. ასეც არა, საინის არა. ზური ამას ამოჭრი და მე გამომიგზავნით არ ამოჭრი. აბაშაში ქართულად ლაპარაკობ. უმრავლესობა, მაგრამ პირდაპირ ზუგდიდში, ცენტრში ყველა მეგრულად მოზრობს. ბაზრობს. არეულ დროში რომ ცხოვრობთ, ამის ახსნას ალბათ დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება. ეს ისედაც ნათელია და ამდენად მეტად ამ თემაზე აღარ შევაჩერებთ მაყურებლის ყურადღებას. ამბობენ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთივე წელი გექნებაო. ამიტომ იმ პოლიტიკური ოროლტრიალის შემდეგ, რითაც მთელი დეკემბერი გამოვიარეთ, გადავწყვიტეთ ახალ წელს იმ ადგილას შეგახვედროთ, სადაც არც მიტინგები იმართება და შესაბამისად არც სპეცრაზმი, არც ნიღბიანები და არც რობოკოპები დგანან. პირიქით იქ ბევრი ცეკვა, ბევრი სიმღერა და ბევრი სიყვარულია. საქართველოს სამსახურში ღონიერო მაჯანხელო იდღეგდელე ხალვათე გენაცვალე მაჯახელო ათქლის ფებში ჩიტის ბუდეთ უფლის ფუნჯით ჩახატულო ისლამაზი ყვავილებით მორთულო და მორახტულო ისლამაზი ყვავილებით მორთულო და მორახტულო საქართველოს მტრებმა ბევრჯერ გადაგწვეს და გადიანეს მაჯახლელთა წარსულს ამყოფს პეთის სულთა მათეიანე იცკრიალე ირაკრაკე ქვაბი თავის წყაროს თვალო გაგვახარე მონატრებავ ერეთადან მონავალო გაგვახარე მონატრებავ დღეს ალბათ არ არსებობს უცხოელი ტურისტი, რომელსაც საჯარაში უმოგზაურია და ისტორიული მაჯახლის ულამაზეს ხეობაში მდებარე სოფელ ჩხუტუნეთში ემზარდა ცირა მალაყმაძეების ფოლკლორულ ოჯახს არ სწვევია. გარდა იმისა, რომ მალაყმაძეები ტურისტულ ბიზნესში არიან ჩართულნი, პოპულარიზაციას უწევენ ქართულ ფოლკლორს და ჩვენი წინაპრების მიერ გადმოცემულ უნიკალურ მარგალიტებს ყოველდღიურად ათეულობით უცხო ქვეყნის ასეულობით წარმომადგენელს უზიარებენ. საფუთკრიეთო გულისკარო ეფრადიდან მონაქროლო მონატრების თბილო ქარო დუნიაში დაბანკულო მაჯახლელთა სისხლის ხალხო რა იქნება დიდო ღმერთო ყველა ერთად დაგვასახლო რა იქნება დიდო ღმერთო
ერთად დაგვასახო დროის ბრუნვა მერწაკშალოს მაჭახელა უკაჭხლის ბარო აჭარის დიდგოროზი ბებერი მთების სიმყუდროვეს მდინარე მაჭახელას ხმაური არღვევს, რომელიც პირველივე გეგებება ამ ისტორიულ ხეობაში მისულს და თითქმის მთელ გზაზე გაცილებს, ვიდრე სოფელ ჩხუტუნეთამდე. მერე მდინარეს დროებით მთისძირა სტოვებდა ხეობის ზემოთ, არწივების საბუდარივით მაღლა, ღმერთთან და ცასთან ახლოს მაღლდები, სადაც აბსოლუტურად სხვა სამყარო და ძველ აჭარულ სამოსში გამოწყობილი გულღია მასპინძლები გეგებებიან. ძალიან რთული საქმეა, მაგრამ თანაც სახალისო არის. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ ეტაპზე და ვახორციელებთ იმ ტურისტებთან იმ საქმიანობას, რომელიც ჩვენ ნიჭად უფრო გვიბოძა, ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი არის, მე ასე ვფიქრობ და ჩვენი ფოლკლორი, ტრადიციები, სტუმართმასპინძლობა, ტრადიციული კერძები და ეს ყველაფერი გადის საზღვრებს იქით და მე ძალიან ბედნიერი ვარ, ამას ვაკეთებ დიდი სიყვარულით. ერა მომღერებს უძიროზეცა სამბახის მდვერი თუ მილხის მღერი თუ სევდიანო მაინც ამღერი ერა მომღერებს ვარდების უთქვა ხაჩოს ალბათ სიმღერა თუ დამანაკლეს ოდამეც მღერა ემზარდა ცირა მალაყმაძეების ფოლკლორულ ოჯახს თუ ერთხელ ესტუმრებით, აუცილებლად გაგაოცებთ ის სასწაული ჰარმონიულობა, რაც აქ ოჯახის დიდ პატარა წევრებს შორის სუფევს. ის კი არა და ახლად მოყვანილი მეგრულ ტრადიციებზე აღზრდილი აბაშელი რძალი ლიკა გაბელაიაც კი თავიანთ ჭკუაზე გადმოუყვანიათ მალაყმაძეებს.
თუმცა ეს რა გასაკვირია, როცა აქ მოსული რუსიც, ებრაელიც, სომეხიც, უკრაინელიც და კიდევ ვინიც ის რარჯული სტუმარი მალევე ცირასა და ემზარის ჭკუაზე გადაეწყობა ხოლმე და აჭარულ განდაგანას სასცენო კოსტიუმში ისეთი მონდომებით ცეკვავს, გეგონება მთელი ცხოვრება ამ მოძრაობებს სწავლობდაო. ფაქტიურად 50-50. მეც მაგერ უნდა მეთქვა. მეც ასე უნდა მეთქვა. ხან გვაქვს ამაზეც კომპლექტი, ხან პროგრამის დასაწყისში ვიტვირთები მე, მივყავთლიანი ასე თქვათ პროგრამა, უკვე პროგრამის ბოლოს უკვე გადაირთობა უკვე და ავტომატურად უკვე ბარდება მას. ეს მასტერკლასია, ხალბატონების ყველაფერი დაბალანსებულებით გამოდის, მაგრამ მაინც ჭარბობს ამის შრომა. ბოლოს მაინც 40-50 ხალის ჩაცმა, დახურვა, ამას საკუთარი აურის გადაცემა 15-20 წუთში. მეტი დრო მაინც არ გვაქვს, ყველა თავისი პროგრამა აქვს. მხიარული მასპინძლები ტრაპეზისა და საკონცერტო პროგრამის ბოლოს სტუმრებს უცხადებენ, რომ აქაური ტრადიციის თანახმად დასვრილი თეფშები თუ ჯამჯურჯელი ტურისტმა ქალბატონებმა უნდა დარეცხონ, რის შემდეგაც მათ სიურპრიზები ელოდებათ. ამ საქმეს ზოგი ძნელად, ბევრიც სიამოვნებით თანხდება და ოჯახის დიასახლის გარეთ მიყვებიან. თუმცა სამრეცხაოს ნაცვლად დიდ ოთახში აღმოჩნდებიან, სადაც აჭარული განდაგანას კოსტიუმები და ცეკვის მასტერკლასი ელოდებათ. ზუსტად 15 წუთის შემდეგ ისინი დარბაზში დარჩენილ მეუღლეებს სასცენო აკაზმულობითა და განდაგანას ცეკვით ეცხადებიან. აქ კი ვერაფრით გადმოგცემთ ამ სიურპრიზით აღფრთოვანებული ქმრების ემოციებს. ეხლა მასტერკლასი ჩვენ დავარქვით, ასეთი რაღაცა, ყველას მეუბნებით, უნდა წაყვეთ ჩემ მეუღლეს ხუხნაში, აუცილებლად და საინები უნდა საინების დარეცხვაში უნდა დაეხმაროთ. ეს ტრადიცია ყველა კარი ვიცხოვდეს სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველა ამას აკეთებს და იმის მერე თქვენ სურპრიზი გელოდებათ იქამდე. თუ სურვილი გაქვთ დარეცხოთ, წაყევით თუ არა და გიზი ხათ მაგიდასთან და სურვილი გაამართლა ამ თემას. რას ეუბნებით ამ ხალებს? მეც არ მეუბნება მაგას. მეც არ მეუბნება ამას.
ამას ყველა მეკითხება, მაგრამ ამას ვტოვებ საიდუმლოდ. ეს ქალები რომ შემყავს ჩემს რეზიდენციაში, აგენს არ ვიცი აურა მაქვს ისეთი თუ ისე გამოვიყურები თუ ისეთი ხასიათი თუ მათთან დგევარ მათ წინაშე 40-50 ქალის წინაშე, ადვილი არ არის ნამდვილად, მაგრამ რაღაც ეთქობა ისეთი მიდგომა მაქვს მათთვის რომ დიდ სიყვარულს გამოგდის გიყვარს შენ კი ბატონო, დიდ სიყვარულს ვანიჭებ ამ საქმესთან დაკავშირებით და შენ წარმოიდგინეთ რთულია, იმიტომ რომ ყველა ქვეყნიდან სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ასაკთან გაქვს შეხება და ყველა ერთნაირად უნდა ამოძრავო შენ ჭკუაზე, რომ ეს ერთფეროვნება და ფოლკლორი და მათი კმაყოფილება ერთიანად ჩანდეს ლამაზი ზღვის თვალში. რა მოხდება თუ ახალი წლიდან ტურისტი ქალბატონების გახდაზე, ჩაცმასა და კოსტიუმებით აღგაზმვაზე მასტერკლასებს ცირას მაგივრად ემზარიიზრუნებს. ვერ მივართ. მაგი არ ეღირსება. მაგას ვერ გაუმკლავდება, სხვათა შორის ვერ გაუმკლავდება. ამბობს გულსიფხანს, მაგრამ ვერ გაუმკლავდება. წარმოიდგინე ახლა რომ ამდენ ქალბატონებსაც სწავლებას რა უნდა კი რაღაცა ვასწავლო, ხორეოგრაფიაც უნდა იყოს, ვასწავლე, მაგრამ მე იმას გააძრო უნდა ჩააცო. ვერ ასწავლის, ამდენ ქალს ერთად რო დაინახავს, ვერ ასწავლის, წარმოიდგინე. ლაპარაკის უნარსაც დაკარგავს. რატომ თქვენ რომ დაგინახათ მაშინ რატომ და ამდენი ქალი რო ერთად ერთ მამაკაც უყურებს, ეს ვეღარ დაილაპარაკებს. ერთი ცადე და ნახე და თუ ერთ ვილაპარაკე. ვთით და ინფორმაცია შემოგაცხადოთ. სხვათა შორის პირველად და ტრანსფერს უკავ რომ დავიწყეთ ეს ბიზნესი, ნუ მაშინ ძალიან ცოტა მომდა პირველად მე დავიწყე და შევაჩვიე რომ ასე გაკეთდება და ამას სრულვილიც გამოიჩინა რომ
გააგრძელოს და თან ეჭვიანობა. რატომ ცუდი თვალითაა შესახედავი რომ ახლა ქალები მიყავს და მამაკაცმა ასწავლოს. ეს სტუმრების თვალშიც არ იქნება ლამაზი რომ ქმრები ახლავთ, ოჯახებით არიან, შვილები ახლავთ და ცოტა ლამაზი სახე რო ქონოდა, ახლა ქალბატონი რო წაიყვან ქალბატონებს, ეს უკვე სხვანაირად ლამაზია. ეს ხდებოდა როდის მაშინ როცა ქალბატონი თვითონ კულინარიასაც აკეთებდა, აი ძველ სახლიდან. ძალიან დატვირთული რო ვიყავი. მომსახურებს მან იყო აი თქვი და ვუძახდი წირა აბა პროგრამა ნომერი მოვიდა აი პური ფილიან ხედა იფეთქალ მოვა დავიდა დამთავი ისე დავა გოხნაში და მოვა და ამ რომ ტრიალში ყოლკე მასტერ კლასის იგი არც ქონია თვითონ და ამას მე ვაკეთებდი ინდივიდუალურად ოღონდ ღია კარებში ვინმე დახურულს აცაჩუმად კალები არ შევხავდა თვითონ რეგულებს მასში ვასწავლდი რაღაცა მასტერ კლასი უკვე ოფიციალურად ძალიან შესწივდა ახლა და რომ არ გაგვეხება არა ჩემი სიტყვა მაინც გადადის და დავკითხო ყველა ვარიანტში აი რამდენჯერმე დავესწარი მე თქვენს პროგრამას და მე როგორც ვარც კლავს ამ ტურისტებში მაინც თქვენი მეუღლე პოპულარული არის და სლავიანელი ქალები ძალიან ბევრს კოცნიან ხომ არ ეჭვიანო ამ დროს ეს პროგრამაშია ჩვენი ეს დამალაპარაკე შეიძლება ბრაზდები შენ რომ ითხრი თვალებს წინასწარ არ უბრაზდები, იმიტომ რომ არ ვეჭვიანობ ეს ერთი, რო გაუბრაზდე, ეს ყველაფერი სტიმულს დაკარგავს, ხო და ეს არის საქმე, ეს არის ბიზნესი, ეს არის ჩვენი ურთიერთშეთანხმება, რომ ეს ასე უნდა იყოს და მოეფერო უნდა იმ სტუმარს, იმ ობრძანებულ საზოგადოებას, რომ იმან ჩვენი სითბო სიყვარული და კარგი აურა წაიღოს და ახლა ერთი გადახვევით და ერთი კოცნით ამას რაფერი არ მოუვა. ამდვილად არაფერი. მაგრამ მან მე თუ ბევრ ჩამეხუტებიან ვერ იტანს. აო. ბრაზდება ძალიან. თქვა ერთია და მე არ უნდა გაუბრაზდე და მან ბრაზდება, რა ვქნა, სხვანაირად ვერ მოვრიგდით. ასაკითად თითქმის ტოლები ვარ და 2 წელია განსხვავება ჩვენში, მაგრამ რაღაცა შეხედულობით მე უფრო ზავსულს გავარ. ეს მე მივხვდი აქ ტურისტული საქმიანობის მე. ერთი კაზახების შემოგვესტუმრნენ, კაზახების ხშირადადია რა თქმა უნდა. აი მასტერკლასები დამთავრდა ყველაფერი დამთავრდა გამოდივართ აი ახანე სურათები უკვე მიმდინარეობს სურათები ყველანაირ ადგილას მე ცალკე ზოგი იქეთ მიგვაცრევს ნუ კაცეწული ვარ იმას ცალკე უნდა სურათი ამასალხე და ერთი კაზახი ამაგაც მეუბნება თან გვერდზე დგას აქეთ არ ვიცი ალბათ ნათესავი ცოლი არ იყო ნამდვილად მისი რომ ცოლი ყოფილიყო მაგას ვერ მეტყოდა მეუბნება რომ ჩვენთანო კაზახეთში ასეთ წესიაო როცა ელჩად მიდიანო ორბოს ხვალს ვაძლევთ ეს მისლის დროს მარტო
მოგზავნითო და ერთად მივდივართო და თქვენთან როგორი წესიაო. ცოტა გამიკვირდა უმჭირად რა, საიდან, რატო შემოგიწყევ და ხომ არ გამიბრაზდებითო, აი გოგონა რომ იგი სურათო იღებსო? ცირაზე ავტობს. შენი გოგო და ძალიან მოგბეწონაო. ძალიან და როგორ არ მინდაო თქვენ ტრადიციას ფეხი დავაბიჭო თუ რაღაც ასე მომეფერა მაგრამ ასე ახედი ახასო მარია და სასწრაფო ეს ჩემი გოგო რა მეთქი აბაც მიშვილია რო პრიმიანიცაო რა ასე არა მეთქი აბა მინო ჩემი ცოლია მეთქი და ცოტა ხმადაბლა ვთქვი თითქოს შეშინებული არა და მიკორძებო არ მიხდესო მე გაუბრალს არ მივახტია რომ მე აფერი გაბედე და რომ მივახტი რომ ჩემი ცოლია მეთქი და მე იმის ღირსი ვარ და მეტი არ დემელაპარაკო მეთქი ჩემი ცოლიაო და ესე იგი ბოდიშის მოსახლედ რა ეკნა მიტრიალა ბროდ მარტო მუხლებზე არ დაეცათ არა ვიცი ვინაღამ სოლი მომთხოვეს ახლა ჩათვალე ჩემი შვილიაო მასაც დაემართა შენი მამამთილი თუ მომწევს უფლებასო კი ზაფხულობით რა არის იცი ბატონო ჯებარ ცოტა წვერი უფრო მეტად აქ მოშვებული რომ ხაზეიკა ქვია ყაბალახში და ხო ფორმაში ჩაცმული ვეუბნები ხშირად ყაბალახიც გაიკეთეს ადღეგრძელოს რომ ამბობს და ამ ყველაფრის უკეთ თაობაში მან ითქმის ვეუბნები რომ ეს წვერიც გიხდება და ეს გონიან უფრო ასაკში და ეგონენ ჩემი მამამთილი კიდე მეუბნება რომ შენ მამამთის დაუძახე ფოტო გადავიღო მინდა მასთან სადაა მე ვთქვა ჩემი მამამთილი მკვდარი არის მეთქი აბა ის ვინ არის მითხრა მაი ჩემი მეუღლეა შენ სადმე რამე და ილაპარაკე რომ გაჩუნდა ხმა აღარა მოუღია არა და დედამთილი და მამამთილი ნამდვილად ხარ კი დედამთილი და მამამ კი ბატონო თებერვალში გავხდით დედამთილი მამამთილები სამ თებერვალს პირველმა მეგრული არ ვიცი აუ არც ერთ მარიც ჯერჯერობით ჩვენ ძალიან სრული არ გამოუთქვია რომ დედამთილი მამამთის მეგრული ვასწავლოთ და მას თუ სრული ექნებოდა იცდილებს რომ ჩვენ ვისწავლოთ აუცილებლად ვისწავლოთ და თუ მას საჭიროდ არ ჩათვლის არც მივიტან გულთან მაგას არც ვიდარდებ ძალიან დიდად სადაც წახვალი ქაური ქუდი უნდა დაიხურო და აქ მეგრული არ ჭირდება ვიდრე ჩვენ ყველა ქართულად ვლაპარაკობთ აქ პოლიტიკაზე თითქმის არ საუბრობენ არა იმიტომ რომ საკუთარი შეხედულებების გამოხატვას ერიდებიან, არამედ ამისთვის უბრალოდ არ სცადიათ. როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, გაჯეტების გარეშე ცხოვრება უფრო მარტივი და უფრო მშვენიერია. როცა სადგეგრძელოს ვამუხ, ყველა გაფათისებული მისმენს, იცის რას უნდა ვთქვა და ისტორიასაც ვუყურებ ამ სადგეგრძელოს, საიდან მოდის, რატომ მოდის და რატომ გეუბნებით თქვენ. ეს ვალდებულება არა უნდა იცოდეთ, როცა მოდიხართ საქართველოში. სადგეგრძელოს სიმღერაც ეგვა თუ დორში ვერ ჩავედე და რაღაცა მელოდია გვაქვს. დაახლოებით 5-6 სადგეგრძელო მაქსიმუმ. და ამ ამასობაში მე დამთავრდება ჩვენი პროგრამაც. ეს ყველაფერი მიდის რუსულად. ნუ გამინაწყენდებით, ხო, კარგად ვიცი რუსული. ცოტა პოლიტიკურში არა, პირიქით. იცით რას ვამბობ ამ სადგეგრძელოს? აი, ერთი სადგეგრძელოა ზადრუჟ მონაროდა. მაგრამ ამას უკეთებ შესავალს. აი, ეხლა ეკრანი მიყურებს უგან ჩემს ხეთს. ყველას ვეუბნები, რომ მე სახში, ყველა ოთახში მაქვს ტელევიზორი. ყველა ოთახში. და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ყველა ოთახში ის ტელევიზორი გათიშული და აბსოლუტურად არაფერს არ ვუყურებ. იმიტომ კი არ ვუყურებ, რომ არაფერს არ აჩვენებ სახეიროთ მეთქი. არც თქვენთან ყველას, ვინც საიდან ხარ დაახლო ხელის მიმართულებით. გათიშული მაქვს და ვუყურებ ჩემს საკუთარ ტელევიზორს, რომელიც დისტანციონი არ ჭირდება. მისით გადაერთობა, მისით გადმოერთობა და სეზონზე 4 ტელევიზია ოფიციალურად მეთქი. აი მათი ფიქრო რა ტელევიზია 4 სეზონზე. იმიტომ რომ მე ასე დაწყნარებული ცხოვრება მინდა და თუ დამიჯერებთ და თქვენც ასე მოიქცევით, გათიშეთ აი ტელევიზორ და ის ხოვრეთ რეალურად მეთქი. ყოველთვის მშვიდობა იქნება, ყოველთვის სიყვარული იქნება და ყოველთვის მეგობრული ცხოვრება იქნება და ამ დროს აი გეფიცებით აი ნუ დიკას კი აღარ წევენ ხალხი ტირიან და რეალობას უკვე ახლოს რეალობასთან უფრო მეტი ახლოს არიან ვიდრე დალიონ და ლოთაობას ხონდეს თემა. ეს გამომდის რაღაცნაირად ოღონდ მართლა გული ჯობს ვიდრე გაჯეტებთან. თუ ქართველი ხარ, რას ფიქრობ? თუ აშკაცი ხარ, რას მეტყვი? გესმის? იქ დაოკლარჯეთში როგორ მღერიან ბავშვები ეგალამაზი კაბათინდა ვინ მოგ
გასვიგო გითა გამაწყები კოცნიდა დარნანინანინაო 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 ემზარს და ცირას საერთო ოჯახის, ფოლკლორისა და ოჯახური ბიზნესის გარდა საოცარი იუმორის გრძნობაც აერთიანებთ. ერთ ჭკუაზე მომართულ ცოლ-ქმარს ზოგჯერ ტელეკამერების წინ საუბრისას უთანხმოებაც მოსდით. თუმცა ეს იოლია, როცა ოპერატორი ახლობელია და იმედი გაქვს, რომ არასასურველ კადრებს ამოჭრის და ეთერში მხოლოდ სუფთა მასალა მოხდება. ერთ კითხვა პირველ რიგში ყველას მოგილოცავთ ახალწელს, დამდეგ ახალწელს. გისურვებ თვითობას და განწყობებას. ვალე ვალათი იყოს და მე ვალე კარგად იყოს. თავარია ჯანმრთელობა იყოს. ვის არ აქვს ეს ვალე? მე მიდარდოს, ხო? მე ვალე მიდარდოს. ასე არა. ვალის გარეშე დღეს არაფერი არ გაკეთდება. ნუ ეს ვალე ახლა ეს საბანკო ვალეს გულისხმობთ პირადულად ასე ანგარიშებებთან ნამდვილად არ არაფერი ვალე. მოდი დავივიწყოთ იმას ჩავაბაროთ ეს ყველაფერი და გადავიდეთ ქართულ ფოლკლორზე. გამართლა უნდა. საინები არ დაგეთქვა, მაგას ამოჭრის ზურიგო თეფშები. საინი რას იტყვა? გადამრევ პირდა. დარეცხოს რა. თეფშების დასასუფთავებლად მივდივართ, გვაქვს ასეთი ტრადიცია. საინები და გარეცხოს. მარტო უფრო უსულად ლაპარაკობს. ასეც არა, საინის არა. ზური ამას ამოჭრი და მე გამომიგზავნით არ. არ ამოჭრა. ამას დატოვებს და ზუსტად. რა არის იცი? სახელი შემოდამახება. ბატონო ჯემალ. რუსული ძალიან კარგად ვიცი. ახლა ფიაძი არ ვიცი, ახლა პოლიტიკური საუბარი ნამდვილად ძნელია რუსულად. კარგად ვიცი და შემიძლია რომ ყველაფერი ჩაჭუდო თამადობ რუსულადაც ხალხთან. 80% მაინც სლავიანური ხალხი მოდი და აი კაზახი, ლიტვა, ლატვია, ეს თუნდაც ესმის რუსული საუბარი. არანდარა მე არანდარა რა სიტყვა გადამრევ. იმის მერე მივხვდი 2 წელი. არადა ესეთი არანდარა. არანდარა. ვინაღამ სული მომთხოვეს ახლა ჩათვალე ჩემი შვილია. მასაც დაემართა. აბაშაში ქართულად ლაპარაკობენ. უმრავლესობა, მაგრამ პირდაპირ ზუგდიდში, ცენტრში ყველა მეგრულად ბაზრობს. ბაზრობს? ბაზრობს. ლაპარაკობს. ბაზრობს. აგიწევა? აგას დამოჭრიან და ასუფთავებენ. ზურიგო მოკლა ვიცოდე. ორიაზებში. მართლა მასია. ჩვენ რო ჩავედით ნიშნობაზე, ნიშნობა რო გავაკეთეთ, მაგერმა ნიშნობა არ იცოდნენ და ჩვენ გავაკეთეთ მაინც ჩვენი ტრადიციები. შენ წარმოიდგინე იმ ხელა საზოგადოება, თქვენ წარმოიდგინეთ, დახვდა სერიოზული საზოგადოება და ჩვენ ავტობუსით ჩავედით.
არც ერთ ადამიანს ჩვენ და პატივისცემის გამოსახატავად მეგრულად არ დაულაპარაკიათ. Majahelas topit ბევრი ხვამხურნები მიხოცია ჩემი ქვეყნის სიყვარულში მიმღერია და მილოცია დაცეკვასავით ჩახვეულ გზებს უმღერს ღვასა და აჭარის მთებს დაცეკვასავით ჩახვეულ გზებს უმღერს ღვასა და აჭარის მთებს ჩემო ძმებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო კარგო ქვეყანა სუყველას თითო აჭარიდან დაწყებული საზღვართან ისლამ ყველა მშვიდობას გისურვებთ კარგი ახალი წელი იყოს ერთმანეთს მოვეფეროთ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და ერთი კიდო ჩემი ასეთი თმა სანამ ჩვენს გულში ჩვენს გენეტიკაში ეს ქართული ფოლკლორი ხელოვნება იარსებებს ჩვენ ქართულ ერს გადაშენება არ მიწელია გილოცავთ ახალ წელს მიულოცავ საზოგადოებას ნამდვილად თამდი ახალ წელს უსურვებ ჯანმრთელობას გამთლიანებას სიყვარულს ერთი მეორეს გვერდში დგომას ხვავი ბარაქა ბედნიერება არ მოკლებოდეთ და ახალ თაობას ქონოდეთ იმისი სიყვარული იმისი შეძლება და იმისი უნარი ქონოდეთ რომ სამშობლოსთვის ყოფილიყვნენ მყარად სიყვარულით და ერთი მეორეს მხარდაჭერა არ შეზარებოდნენ არასდროს. ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა პატივცემულო ტელემაყურებლებო. დასრულდა 2024 წელი. თავად თუ კარგად ფაქტის სახეზეა და ჩვენც გადავწყვიტეთ რომ არ ყოფილიყავით პოლიტიკურები. არამედ აპოლიტიკურად დაგვესრულებინა 2024 წელი. დასრულდა მედიატორიც, მედია ანუ ხიდი ხალხსა და ხელისუფლებას შორის უბრალოდ თქვენს სამსახურშია. ნუ დაგზარდებით, დარჩით მომავალ წელსაც ჩვენთან ერთად, მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ, შეგვეკითხეთ, დაგვირეკეთ და ერთად დავგეგმოთ ჩვენი ყოველი გადაცემა. ახლა კი გემშვიდობებით ამ ლამაზ ოჯახთან ერთად, კარგად გრძანდებოდეთ. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ. ხელთა მახტობი მაჯახელა და მაჯახელას გოფი